მოდით ბაჭყალახი გაეცანით საგანგებო შტაბში არსებულ ვითარებას, რა ინფორმაცია მიიღეთ, რა საჭიროებები არის, როგორ მიმდინარეობს სალიკვიდაციო აღდგენითი სამუშაოები. ზოგადად ვითარებას როგორ შეეხება? პირველ რიგში კიდევ ერთხელ მინდა მიუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახებს, ახლობლებს, ათასავებს, სრულიად საქართველოს ხელმდიდრი გოდირება მოხდა გურიაში სტიქიის სახით. პირველი წუთებიდან ადგილობრივი მერიის სამსახურები მთლიანად უწყება როგორც ლანჩხუთის, ასევე ოზურგეთის ყველა შესაბამისი სამსახურებით მობილიზებულები იყვნენ და დღესაც გრძელდება შესაბამისი სამაშველო ღონისძიებები ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. მინდა ყველა იმ ადამიანს მადლობა გადაუხადო, ვინც მონაწილეობს აღნიშნულ ღონისძიებებში. მადლობა მერებს, მერიის თითოეულ თანამშრომელს, მინდა ასევე მადლობა გადაუხადო პარტია ქართული ოცნების აქტივს, მხარდამჭერებს, იმ ადამიანებს, ვინც დაკავებულია ჰუმანიტარული ტვირთების შეგროვებით, იმიტომ რომ დღესაც მიმდინარეობს სურსათის შეგროვება, შემდეგ დარიგება. ყველა ოჯახთან მიდის ჩვენი წარმომადგენლები, არის ხელი ხაზი, სადაც ფიქსირდება ზარები და ყველა ოჯახთან ხდება მისვლა, გამოყვანა, რომელიც საშიშ ადგილებში ცხოვრობენ და საფრთხეს წარმოადგენს და რა თქმა უნდა ეს ღონისძიებები გაგრძელდება. მინდა უთხრა გურიას, გურულებს, რომ ჩვენ არავის პრობლემების პირისპირ არ დავტოვებთ, ყოველთვის იქნება მხარდაჭერა და თანადგომა. ბატონო კახა, პრემიერის ამერიკაში ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაციები რაც ვრცელდება მედიაში, რომ თითქოს იყოფებოდა პირადი ხარჯებით. თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ და ამ ინფორმაციას ასე იგი, მიზანმიმართული სიცრუის კამპანია მიმდინარეობდა პრემიერ-მინისტრთან და მის ოჯახთან დაკავშირებით. ესე იგი, პირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს პრემიერ-მინისტრი პირადი ვიზიტით გამოიყენა სახელმწიფო თვითმფრინავი და ამაში დახარჯა ბიუჯეტის თანხები. შემდეგ გაირკვა და გაირკვნა იმაში, რომ ეს არ იყო ბიუჯეტის ხარჯი, დასრული პასუხისმგებლობით ვაცხადებს, რომ ბიუჯეტიდან ერთი თეთრი არ დახარჯულა, თუმცა გვახსოვს წლები, როდესაც ხდებოდა ასეთი ფრონების განხორციელება პრეზიდენტ სააკაშვილის პირობებში, ბიუჯეტიდან ხდებოდა საყვარლების დაფინანსება გარკვეული საჩუქრებით, ბიუჯეტიდან ხალხის ფულით ხდებოდა შვილის სწავლის დაფინანსება და ეს იფუთებოდა იმით, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილის ნიჭიერი შვილი ყავდა, დარწმუნებული ვარ ძალიან სამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანს დღეს ნიჭიერი შვილები ყავთ. იგივე თუნდაც ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბიუჯეტიდან დააფინანსოს მაღალი თანამდებობის პირმა თავიანთი ოჯახის წევრები. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრმა და მთავრობამ გააკეთა განმარტებები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს იყო პრემიერ-მინისტრის მიერ გაწეული პირადი ხარჯები. ასე უნდა გითხრათ სალომე ზურაბაშვილის იმპიჩმენტთან დაკავშირებით, როგორ აფასებთ ამ პროცესებს, პროცედურებს, რატომ გახდა საჭირო კიდევ ერთხელ განმარტოთ და მოლოდინები რა არის ოპოზიციასთან დაკავშირებით, დაიწყება თუ არა ამ თემით ვაჭრობა იმისთვის, რომ სააკაშვილის გათავისუფლება. ეს თემა რო შევავსოთ კიდევ ასევე სალომე ზურაბაშვილის განცხადება, რომელმაც აღნიშნა, რომ გააგრძელებს ამ ვიზიტებს საკუთარი ხარჯებით და შეეცდება, რომ მივიდეს ყველა ქვეყანაში, სადაც საქართველოს ევროპაში უბრალოდ გულდასაწყვეტია ის, რომ პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა ჩვეულებრივ ნორმად იქცა მაშინ, როდესაც პრეზიდენტი უნდა იყოს პირველი, ვინც კონსტიტუციას იცავდეს, პატივსცემდეს, თუმცა ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს მის დამოკიდებულებას ჩვენი ქვეყნის მიმართ, ჩვენი ხალხის მიმართ და რაც შეეხება ქართულ ოცნებას, ჩვენი მხრიდან იქნა ბევრი განმარტებები გაკეთებული იმასთან დაკავშირებით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვერ შევძლებთ იმპიჩმენტის ბოლომდე მიყვანას, კონსტიტუციის პატივისცემა არის მნიშვნელოვანი და მით უმეტეს ჩვენ პოლიტიკოსები, თანამდებობის პირები უნდა ვიყოთ პირველები, ვინც პატივი უნდა ვცევთ კონსტიტუციას, კანონებს, პატივი უნდა ვცევთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს და უბრალოდ წარმოუდგენელია. მე არ ვიცი კიდევ რომელ ქვეყანაში ხდება ასეთი რამ, როდესაც პრეზიდენტი არის ადამიანი, რომელიც თავად არღვევს კონსტიტუციას. ადამიანი პირველი უნდა იყოს ის, ვინც კონსტიტუციას და კანონებს იცავდეს. როგორ ფიქრობთ, ბატონო კახა, შესაძლებელი არის, რომ სალომე ზურაბაშვილმა შეეწყოს მიხეილ სააკაშვილის მოდით, რომ მას ნაციონალური მოძრაობისგან მეტი მხარდაჭერის მიღების საშუალება გაუჩნდეს.
მე არაფერს არ გამოვრიცხავ მიუხედავად იმისა, რომ მას ძალიან ბევრჯერ აქვს პრინციპული განცხადებები გაკეთებული სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ ბოლო დროს ისეთი რაღაცეები ვიხილეთ, რაც ძალიან ძიმია. მე ვერ გეტყვით თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი სააკაშვილთან მიმართებაში, თუმცა როგორც ვიცით, არის სხვა კონკრეტული საქმეები, რაზეც პარალელურად მიმდინარეობს გამოძიება. ბატონო გახასე ვკითხავთ ხვალინდელ კონფერენციასთან დაკავშირებით ზუგდიდში აგრძელებთ, რომ შევაფასოთ რა მოლოდინები გაქვთ. პარტიული კონფერენციები გაგრძელდება ხვალ სამეგრელოში, ყველა ქალაქში, ყველა რაიონში გვექნება შესაძლებლობა ჩავიდეთ, ხვალ ზუგდიდით ვიწყებთ, გამომდენო დღეების განმავლობაში გავაგრძელებთ აღნიშნულ კონფერენციებს, სადაც რაიონული პარტიული ორგანიზაციის თავმჯდომარეებს ავირჩევთ, ბიუროს წევრებს და თქვენით რომ ეს პროცესი დიდი ხანია მიმდინარეობს, მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველგან ვაპირებთ ჩასვლას, ყველა ქალაქში, ყველა რაიონში და პარალელურად ვიწყებთ საარჩევნო სამზადის 2024 წელი არის მნიშვნელოვანი წელი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, არის საპარლამენტო არჩევნები და რა თქმა უნდა ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს მომზადებული შეხვდება აღნიშნულ არჩევნებს და დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ ჩვენი ხალხის მხარდაჭერით მივაღწევთ გამარჯვებას, იმიტომ რომ ეს გამარჯვება პირველ რიგში ჭირდება ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ მომავალს, ჭირდება მშვიდობის შენარჩუნებას და იმას, რომ ქვეყანაში მოხდეს ეკონომიკური განვითარება, არავის არ მიეცეს შესაძლებლობა, რომ ჩვენი ქვეყანა გამოყენებული იყოს სხვა ქვეყნის ინტერესებისთვის, ქვეყანაში გაჩაღდეს მეორე ფრონტი, ქვეყანა შეუერთდეს სანქციებს და ამით დაზიანდეს და დაზარალდეს საქართველოს ეკონომიკა, დაზარალდეს ჩვეულებრივი ლეხი, ჩვეულებრივი მოქალაქეები, ამის შესაძლებლობა არ უნდა მიცეთ არავის.